მადლობა მეგობრებო. აბა როგორ ხართ? და ხვალის მერე აქვს სალომეს და მილენას დაბადების დღე, ამიტომ დღეს ჩვენ წავედით სადმე დიასახლში, კიდე სულთა სახლში უნდა წავიდეთ და მერკატოში რომ რამე ვნახოთ გოგოებისთვის. უნდა ავარჩიოთ საჩუქრები, თუ ნაკრებები არ იქნება და რამეს ვიზავთ და ჩვენ თვითონ ავაწყობთ ნაკრებებს. რამე ლამაზი პაკეტში ჩავდივართ. ხო, რამე ლამაზ სასაჩუქრე პარკში ჩავდებთ, აქ გადმოვიდეთ, იყო იქ ძია მუშაობს და შევშავოთ ხელი. და ამიტომ უნდა ავურჩიოთ საჩუქრები. ჩვენი სალომე ხდება 13 წლის, მილენა კი 11-ის. ხო, სალომეს აქვს ზეკ კიდე მილენას. იხარია? ძალიან. მე რა უნდა მიხაროდეს ჩემი დაბადების დღე. რა უნდა მიხაროდეს. რა თქმა უნდა, მე წავიყვანთ ბავშვებს სადმე გასართობად. გითხრათ, ყურში სად წაგვიყვანე? არ თქვა, ჯერ სიურპრიზი იქნება. და რა ვიცი, გავატარებთ ასე დროს, მაგრამ ამჯერად გადავწყვეტეთ, რომ აი ესე ვიწრო წრეში ასე ვთქვათ, მოვილხინოთ. ხედე? აბა წამოდით ერთად ავარჩიოთ რაღაცები, რა თქმა უნდა, არჩევის პროცესს არ გაჩვენებთ. მე ბავშვები რო უკვე მიიღებენ საჩუქრებს, უკვე მაგ დროს კი გაჩვენებთ უკვე unboxing-ს, ასე ვთქვათ. ხვალვაჩუქრებ თუ დღეს 0-0. სალომესაც ხვალ აქვს და მილენას ზედ, მაგრამ მოდი ხვალვაჩუქოთ ორივეს. ხვალ. და ორივეს კონდეს საჩუქარი და ხვალვაჩუქებთ ორივეს, რომ ორივე მერტრულად გახსნა. ჩემს საჩუქარს 0-0-ში უნდა ვაჩუქოთ. ჩემს საჩუქარი. კაი, როგორც გინდა. და მე ამ დღეებში კიდე მე და თეუნას გეგმა გვაქვს, წავიდეთ სადმე. სავარაუდოდ ის პოინტზე ვფიქრობ და ჩვენთვის რამე განსაცმელი ვნახოთ, საზაფხულო, საგაზაფხულო პროდუქტივა დედა გვერდი. შეიძლება ავათაც რო იყავი ცოტა დასუსტი. ან მაშინ ცუდად გეძინა და უბრალოდ გვერდი გტკივა ეხლა მაგიტო. აი მოვედით ეხლა დიასახლისამდე, მაგრამ შიგნით კამერით არ შევალ. რადგან მინდა რომ სიურპრიზი იყოს და თქვენც კი არ ნახოთ საჩუქრები. შეიძლება ის YouTube-ი ჩართონ და უყურონ ეს ვიდეო და მე დაიგავ. ხო, ბავშვებმაც შეიძლება ნახონ, იმიტომ რომ სალომე სულ უყურებს ხოლმე ჩვენს ვიდეოებს და თან სიმართლე გითხრათ, არ ვიცი აქ ავარჩიო თუ არა საჩუქრს, საერთოდ რამე მომეწონება თუ არა აქ. ასე რომ მოკლედ არ ვიცი რა გამოგვივა, მაგრამ მე ყველაფერს გეტყვით. აი, მოვედით სახლში და ეხლა უნდა გავაკეთოთ კბილი ბლინები. ესეთი დიდი რო არის და ძალიან თხელი. კამინა მოვიდა. ამისათვის დაგვჭირდება თბილი რძე და უკვე ჩავასხი. ასევე სამიცალი, გარეცხილი კვერცხი, მწიყვი მარილი, შაქარი, ფქვილი და ზეთი. და ასევე ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. ეხლა კამილა ჩატეხავს კვერცხს. მოვიდიო? თუ ჯერა. ჩატეხე და მოვიდიო. რა შურებით და აი ესე ბავშვმა გააკეთა საქმე. ამოიწუნპა სულ, მეც საფეთქს მიცემთან. არა უშავს. თეთრს დადედა. ჩემი დეიდუკას წინ საფარი მაცვია. ნელო, აი რა კარგი წინ საფარი მაქვს შენი. თუ გახსოვს, აბა გაიხსენეს წინ საფარი. ნელოსია? ხა. თუმცა ხელი არ ამგონია. აი ესე ტუк-ტუк-თენი და ისე. ცოტა ძალიან. ხო, ეხლა ჩაყავი ორივე თითი გახსენი და რა უშავს, ნუ გეშინია. ხელი დაიბანე ჯერ. და დააგდე ისინი და დაიბანე ხელები. მე მოვურია.
უკვე დავიბანე ხელები და მოდით მოვურიდოთ. მიდი მოური. ელა რა მოასხა. ამბობ მოისხოს მეშინია. მაჩვენე. არა. ესე უნდა. მოდი. აი როგორც კალამი რო გიყავია რაღაცნაირად ესე დაიჭერა. მიდი. ორი სავსე კოვზი შაქარი გაუკეთე და მეტი აღარ. ან ერთი სავსე გაუკეთე მაჩვენე. სამ ბევრიც არ უნდა თორე მე ეწებება ხოლმე ზე. მაჩვენე. კაი ორი ესეთი და всё. ესეთი და კიდე ერთი ესეთი. ხო. ციკვი მარილი გაუკეთე. რამდენი? აი ერთი ციკვი. ციკვი. ამას ქვია ციკვი ეს ერთხელ რო აიღებ. ხო, მიდი. ცოტა დიდი შენ ბაწიათითები იყო ძალიან. ხო. კაი, მიდი ახლა მე გადამიღე, კაი? თუ გინდა ოდნავაც მოურიე და ოდნავაც გავუგონდო. ხო, მოდი. გადამოდი ოდნავ. ოკო, რა შეიძლება? საჩუქრები უკვე ვიყიდეთ, მაგრამ არავის არ უთხრათ, ხვალ გავხსნით საჩუქრებს და უცილებლად ყველაფერს გაჩვენებთ. ჩავწერ. ჭიქა. ისეთი. ადუღებული წყალი. აი ესეთი. არ ჩორობია. ადუღებული წყალი. შეუცილებელია ახალი აღდუღებული. ხო? და ცოტა ზეთი, თვალის ზომი. რამდენი ონუ შემეკითხებით მე თვითონაც არ ვიცი. კნიგა რიცეპტა ფარტამოდიღია. დატო. რეცეპტები გაგზავნილი. თვალის ზომით ესეც. გავცრათ აუცილებლად. ეს ნახეთ. ქვილი უნდა. მილენას უყვარს ძალიან არაჟნით და ნუტელით. აი სად არაჟანი, სად ნუტელა, მაგრამ ერთად ყველაფერითან. მაგრამ ჯერ უნდა სუპიჭამოთ, მანამდე ბლინებს არ მოგცემთ. აი. ჯერ ვაფშე არ მინდა ჭამა. ვიცი, მაგრამ ესენიც ორ წუთში კი არ გაკეთდება. ერთი ტაფამას მარტო და არა, სუბზე ვამბობ, ჯერ ისედაც არ მინდა ჭამა. კარგად მოურიოთ. შეიძლება გახსნიდო. ჯერ არ ვარ გადაიდა. იქნება უკვე გემი. ახლა შეხედა ნამეტანი სქელიც არ გამომივიდეს. ასინჯი თუ კიდე Gabriela. ქვირიც გამავიწყდა, ქვირიც შეიძლებოდა ჭიქით გაგვეზომა, მაგრამ უბრალოდ ეხლა რძე მქონდა ბევრი. მოკლედ, როცა ვაკეთებთ რეცეპტით 3 ჭიქა, სადაც 1 ჭიქა რძეა, 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 1 ჭიქა ფქვილი, მაშინ ძალიან კარგად გამოდის. ეხლა რძე მქონდა ცოტა მეტი ვიდრე წყალი, ამიტომ ფქვილიც ვარაუდით
ჩავყავ ახლა. საიდანმა? ნელო მაჩუკა. უბრალოდ დედა შენ საჩუკა ერთხელ. აბა ის მაფცადოთ. და ვნახოთ როგორ გამომივა მერე გადავიდეთ. აბა კამილა გაასინჯავს ეხლა. აი ნორმალურად ახლა. აბა მიდი. კამილა ბევრი გუშონი არ შეჭავო. ბევრი გუშონი არ დახარჯო კამილა, არ შეიძლება კამილა. რა უშავს? მიდი აბა მიდი. ზოგი ცოტა ზედმეტად შეუბროწე. ზოგს უფრო შებროწულები გიყვართ. და всё. გიყოფა ქალო. ოზი ყოფა. გიყოფა. ახლა კაი ხარეთ что жадина. იშო ჟაჟინა. всё. ახლა ძენ დავკეცოთ, გადმოვკეცოთ, გადავკეცოთ და გამოვიდა უპატარაში. პირში ჩავკეცოთ. Super. Არცა გემრიელია დედა. მართლა, აი ხა მილენასაც გაუხარდება ბლინები უყვარს ძალიან. მალე მოვა. კი, უკვე მალე მოვა. რომ ეს მე მგონი 5 გაკვეთილი აქვს. 6 ალბათ ხო? მან მოვა. ერთ საათში. არ რატო არ თქვა და უჭირს? მოვიდა ჩემი გოგო გაბრაზებული. ერთი წუთი, მოდი, ერთი წუთი. მოკლედ ინგლისურში. დუბლი 35. ინგლისურში საკონტროლო ქონდა შემაჯამებელი, მე მგონი რაღაცა ისეთი და იმ სკოლაში ჩვენ არასოდეს არ ქონია შემაჯამებელი ინგლისურში როგორც ასეთი. და წერაში მაინც ვერ არის მაგარი. და მე მგონი შეცდომები მქონდაო და მასწავლებელმა მიითხრაო რომ იმაში რა ქვია ანუ სიტყვიერათო ლაპარაკშიო მაგარი ხარო ინგლისურშიო მაგრამ წერაშიო ესე იგიო არაო ანუ რამდენიღაცა შეცდომა იპოვაო და ეშინო და რო ამოვიდა ეხლა დედიკო მე ჩხუბებაო რო ცუდად დავწერეო მეთქი არ გეჩხუბები თქო და მე ხო გითხარი მეთქი რომც კონდეს ასე ვთქვათ შეცდომები და ცუდი ნიშანი შეიძლება რომ გამოასწორო მაინც მეთქი და არ გეჩხუბები და მაინც ნერვიულა და ისეთი ტირილით ამოვიდა. მეთქი რა მოხდა? მეთქი ხوار დაეცან, მე ხوار ცემან რაღაცა ისეთი მე უფრო შევშინდი მაგაზე. თურმე ისეთი არაფერი არ ყოფილა ეხა, მაგრამ ბავშვი ნერვიულობს. ერთის მხრივ კაია რომ ნერვიულობს, რომ არ უნდა რომ ცუდი ნიშანი კონდეს, მაგრამ ესე ძალიან რომ ნერვიულობს, არც ეგ არ არის კარგი, ნუ მოკლედ. არა უშავს, რომ კონდეს ცუდი ნიშანი გამოასწორებს ეგ არაფერი. ნეტა ნიშნებზე უფრო ცუდი არაფერი არ მომოვიდეს ცხოვრებაში თორემ აი არაფერი. მირე ისმე უკვე იმ წიგნზე ისე მოგვერძევა? არა. აბა. მე 30. ვაკეთებ ბლინჩიკებს ჩემი ფირმული რეცეპტით. დოკუმენტი 46 გვერდზე. 46 გვერდზე. მე უყურე 3 სიტყვა იცი ფურცელზე. აბა როგორ წამს თეოში ხედავ როგორ წამს ახლა. ვერ შევხედავ. ესე უნდა. მაგას ვერ შევხედავ. მიატრიალოს, მიაფუჩეჩოს. აი ესე. მეორე მხარეს არაჟანი. და გამოდის ბლისიმო ხო მილენა? გამოდის არ ვიტყვი როგორი. მას უყვარს ესეთი და რა ქნას. ინტელაკლია. მოზიმიანი გუშაი. თვალი შეუვარდა. მოზიმიანი გუშაი. როგორ? თვალი ვაჩვენე. გაგიხარებული? გუშინ ხავდი. უკვე თავიდან რაღაცა ისეთ ხასიათზე ვიყავი, აღარ მინდოდა კეთებოდა, მე მაინც გაგიკეთე მეთქი, უთხარი გუშინ და. თან მერე ბევრი ტკბილებული ვიყიდე და. კაი, არა უშავ რა გამოგივიდა აბა მან. მოტრიალ. არა უშავს კაი. აბა, ჭამე, მიდი გემრიელა ჭამე. აი, ნორმალური ბლინები და
აი სალომეს ბლინები. გახოხოლი ბლინები. თეონ არ შემოსყაწყალი. აუ მეც მინდა ეს. აბონდალ ვაშედები. თეონ მეც მინდა ეს. ვიღაცას რო ჩვარტყა დავიგოთხზენა. აგიკეთო მაგთავს იცო. შეიძლება? არა, ის არ შეიძლება. მე გავაკეთე ცო. ეს მე გავაკეთე. ესე დაიბო და სუხარია უყვება. ეხლა ნახე მოიწონება და მოითხოვს მეორეს. მეწონება არა ვხედავ. რო გემრიელია კონკრეტულად დასვარე. გავგზავნეთ ერთი პარტია ცეკვაზე როგორც იქნა და ცოტა სიმშვიდე დაგვეუფლა და მე და თეო მე გადავწყვიტეთ ყავა დავლიოთ. აი ესეთი რაღაცები ვიყიდეთ დღეს. შეხედეთ მეგობრებო. საცხობია. აქვე ახლოს არ მახსოვს რა ქვია, თეო რა ქვია. გახსოვს? როგორ არ აწერია რაღაცა? მარკეტია, მაღაზია. აწერია მარკეტს რაღაცა სახელი. იმგონი. მოკლედ, აი ეს კაკლები მინდა გავსინჯო, წეგან კამილამ გასინჯა და მოეწონა და ესენი სლამაზად გამოიყურება, სხვათა შორის იმედი ახლებია. არ ვიცი. რო ვთქვათ, რომ განსაკუთრებული სუნი რამე აქვს არა. მოდით აბა გავსინჯოთ ყველაზე შებრაწული კაკალი. კამილას ძალიან მოეწონა, მიუხედავად იმისა, რომ მოხარშულის გუშონი არ უყვარს. რბილია? ესეთი პესოჩნი ის არა აქვს ცომი. როგორც ძალიან მხვიერი არ არის, მაგრამ მიუხედავად იმისა გემრიელია ძალიან. ძალიან კარგია. აი მახსოვს ბავშვობის გემო გამახსენდა. სხვათა შორის ასე რომ ნამდვილად ვისიამოვნე. კამილამ ყავდა წაყვანილი მაღაზიაში და ეხლა გამახსენდა რომ დილით ფაფა გაუკეთე და თითქმის არ შეჭამა. წავიყვანე მაღაზიაში და გზაში ლამის უკვე ცუდად გახდა. მიმყავდა და უკვე დედა ვაიმე გვერდი მტკივა და ისაო დავიღალეო. მერე მაღაზიაში შევდით, იქაც რაღაცებს ვარჩევდით და ისო გვერდი მტკივა ჩამოუჯდები რა სადმე. მეთქი აბა სად ხედავს კამიარსად არ არის თქო, კაი ისე ჩავიკუზებიო, ჩაიკუზა. ადგა ისო ჩაიკუზა, ადგა ისო ჩაიკუზა, ერთი რამდენიმეჯერ მეთქი კარგად ხარ თქო და კი ოღონდ დავიღალეო, მეთქი რისგან დაიღალე, ხა შემოვიდეთ მაღაზიაში მეთქი და მოდიო გარეთ გავიდეთ და იქაც კამსესად მე დავიჯდეთ ანუ წყალი მიყიდე რამეო და უყიდე მერე ფანტა და ესენიც უკვე იყო ფაქტიურად და ესენიც უყიდე და 1-3 წელი შეჭამა. ვაიმე დედა რა კარგიაო, აიო, გამოვკეთდიო, გონს მოვედიო. მერე გამახსენდა რომ პაპაც არ უჭამია და მშიერზე წავიყვანე ფაქტიურად. შაქარი დაეცა. ჩემნაირად მოუვიდა, მეც მომდის ხოლმე ესე როცა მშიერი ვარ, ან როცა ასე ძალიან ცხელა გარეთ. ან თუ ჭამა გადამიცდა, ჭამა თუ გადამიცდა. ხშირად ვჭამდა ცოტ-ცოტას და თუ გადამიცდება თეონა ნუ მაცინებ. თუ გადამიცდება ჭამა, მაშინ შეიძლება გონება დავკარგო ეს სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით. აი შეიძლება იქვე სადმე დავეცე ეგრევე. ხანდახან ორგანიზმი ითხოვს დაუშვათ, ხვდები ხოლმე და ხანდახან ვერ ხვდები და ეგრე შემიძლია ესე უცებ. და დავეცე. ასე რომ თეონა ძალიან ცივი გოგო ხარ, მაცინებ შუა იმაში, შუა ლაპარაკში. მოკლედ ესე მეგობრებო. აი ამ კაკლებით ვისიამოვნებ ხა და ერთი ჭიქა ყავა და ცოტა მოვიხოდები სანამ მეორე პარტია ახლა მოვაცეკვიდან. კამილას იმდენი დავალება გასაკეთებელი წინდას და უკვე მზარავს რომ ფიქრობ მაგაზე. და თან რაღაცა პროექტიც აქვს დასაწერი, მოკლედ 1000 რაღაცა. დღეს ვათენებთ. და ბუშტები, ერთი 10 წელი. ჩვეულებრივიც და კიდე იყო გულის ფორმის თეთრი, გულის ფორმის. მოდი ახლა საბარაიდით. აი აქ. მაგრამ უბრალოდ მოდი აქ.
6 ცალი, თეთრი 6 ცალი. წეღან არ ვიყავი მაღაზიაში, რატო არ მითხარი რა უნდა მეყიდა? აი ფლაკონშტები ვიყიდე ლიბრეში. გუშტები იყიდე ხვალისთვის, კალპაჩოკები 2 ცალი მარტო. მე რა ვიცი. რატო მარტო 2 ცალი დე? ვისაც აგდოსდე იმას უყიდე მარტო. ხო რა. აი 13-იანი, 1-3. 1-3-13. კიდე? კიდე ვიყიდე აი ხლაპუშკა. ხლაპუშკა. ოი ხარ მოგლიჯო. ხლაპუშკა გვექნება პუმ პურუმ 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 პუმ პურუმ პუმ. კიდე? კიდე ბუშტები? ესენი ღამე გავბეროთ? დაი რამოდენი მელარდა. ანუ და 11 აღარ ქონდათ 1 და 1? არა, ძლივს ვიყავ ეს ერთიანი ყვანიყო. ლიბრეშიც ვიყავი. არა უშავს დედა რა თქინდა. სად უკან? გარაში? ესენი აქვთ ხოლმე? აი იქ, ბუტკაში. ბუდკაში. ბუტკაში. წაიღე ხლა ესენი რა თქინდა. ვიფიქრე, არა თეღონას მი. რა თქინდა ესენი? დამჩა. 4 ლარდა 50. 70. შენი ხოსო ჩაიდი ყოლაბას ჩხარ. ეგენს ვიყიდი. მილენა, წესიერი წიგნები უნდა წაიკითხო, ეგენი კი არა. არა, მომისმინე, ეგენიც და ისინიც მე რასაც გეუბნები ისინიც. რო კარგი დედა რა. არ მიყვარს. და საჩუქრები და საბავშვო კლასიკა მერი პოპინსი ხო მოგეწონა მოიცადე კიდე გითხრა რა წავიკითხეთ კიდე ამ ბოლო დროს შენ მე არ მეკითხებოდი შემკითხული პატარა უფლისწული ხო მოგეწონა კიდე მოიცა ტომ სოიერი ხო მოგეწონა ისეთი როგორ არა მაშინ მოგწონდა ის მერი პოპინსი ხო მოგეწონა არა ო კარგი რა მოკლედ ესენი გავბეროთ საღამოს ესენი ერთი შენ ერთი სალოს სალომეს ვეტყვი მეთქი თეონას ვეტყვი მოდი სადმე სტემკაზე ფოტოზონასავი დავკიდეთ ესენი ფოტოზონასავით არ გავოვა ვითარი აი ო კაი და გავბეროთ ვეცადოთ რომ გავბეროთ კარგად აი გული გამოვა აი ესე ტარარა მოკლედ გავბეროთ ხო და ვალ გვექნება პრაზნიკ და ზეგაც ხო დედიკო თეო იცი რა შეგვიძლია გავაკეთოთ აი მაგ თეთრი და გულის ფორმის ბუშტები შეგვიძლია აქ დავკიდოთ სადმე ან უკან და ფოტოზონასავით გავაკეთოთ მე რა ვიცი სალომე ნახოთ აბა ფოტოს იღებს ხოლმე კარგით მეგობრებო ამაზე დაგემშვიდობებით დანარჩენი უკვე ხვალ სალომეს დაბადების დღეა და ძალიან კარგი დრო უნდა გავატაროთ რა ვიცი იმედი გვაქვს კარგ დროს გავატარებთ ხვალაც და ზეგაც აბა გემშვიდობებით ყველას და წარმატებები გამოიწერეთ ჩვენი არხი და კომენტარით და დავაიქეთ დროებით